რამდენია საქართველოში საარსებო მინიმუმი? ბოლო ერთ წელიწადში ქვეყანაში საარსებო მინიმუმი, ანუ ადამიანის არსებობისთვის აუცილებელი ხარჯები, გაიზარდა 4.2%. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის დეკემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 260 ლარი, ხოლო საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 230 ლარი შეადგინა და ეს რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. გრძელვადიან პერიოდში 2022-2024 წლებში საარსებო მინიმუმი გაზრდილია 35%-ით. იხილეთ გრაფიკი. არსებული საარსებო მინიმუმი ადამიანის საჭიროებს რეალურად არ ასახავს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რეალურად ის გაცილებით მაღალია. თუმცა მისი ცვლილება გარკვეულწილად აჩვენებს, თუ რამდენად გაძვირდა ქვეყანაში ცხოვრება ან არსებობა. როგორ ხდება საარსებო მინიმუმის დაანგარიშება? საქსტატის მეთოდოლოგიით საარსებო მინიმუმი იმ მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე დგინდება, რომელიც შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მის შემადგენელი ელემენტების, ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების და კალორიულობის მინიმალურ რაოდენობას შეიცავს. სასურსათო კალათის შემადგენლობა ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით 2003 წელს განისაზღვრა. ის 40 დასახელების პროდუქტს მოიცავს: პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული, საკონდიტრო ნაწარმი და სხვა და ჯამში 2300 კილოკალორიას შეადგენს. მინიმალურ სასურსათო კალათას შემავალი პროდუქტების ჯამური ღირებულება 0.86-ზე, ეგრეთ წოდებულ შევაჭრების კოეფიციენტზე მრავლდება. ეს არის დაშვება, რომ ადამიანი პროდუქტს საბაზრო ღირებულებასთან შედარებით ვაჭრობის ან ფასდაკლების შედეგად 14%-ით იაფად ყიდულობს. ამის შემდეგ სასურსათო კალათის ღირებულება იყოფა 0.7-ზე, რადგან საარსებო მინიმუმში სასურსათო ხარჯების წილი 70%-ია, დანარჩენი 30% კი არის არასასურსათო ხარჯები. მიღებული რიცხვი წარმოადგენს მოცემულ თვეში საარსებო მინიმუმის ღირებულებას შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის. დღეს არსებული ოფიციალური მონაცემებით გამოდის, რომ ადამიანის არასასურსათო ხარჯებისთვის თვეში დაახლოებით 78 ლარი უნდა იყოს, რაც არარეალურია. ასევე სადავოა, რამდენად საკმარისია შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის თვეში დაახლოებით 182 ლარი საკვებისთვის, რომელიც თავის მხრივ უნდა მოიცავდეს აუცილებელ შემადგენელ ელემენტებს, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების და ასე შემდეგ კალორიების მინიმალურ რაოდენობას. საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის ცვლილება და რეალური საარსებო მინიმუმის დადგენა მნიშვნელოვანია, რადგან სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის განხორციელებაში და სოციალური პროგრამების დაგეგმვაში საარსებო მინიმუმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორიენტირია. ამასთან, საარსებო მინიმუმი ქვეყანაში მოსახლეობის ცხოვრების დონის, სიღარიბის მაჩვენებლის განსაზღვრის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. შესაბამისად, რეალური საარსებო მინიმუმის განსაზღვრა პირდაპირ აისახება სიღარიბის სტატისტიკურ მაჩვენებელზეც. ასეთი ვითარებაა ახლა ჩვენს ქვეყანაში. თქვენი აზრით, რამდენად საკმარისია საარსებო მინიმუმი, რომელიც ამ ქვეყანაშია დადგენილი?